ობდნენ. ეს გახდათ კულტურის სიახლეები. სულ მალე დაგიბრუნდებით პატარა სარეკლამო ჭრის შემდეგ პირდაპირ ეთერში უკვე ამინდის პროგნოზით. ხო, ვინ არის დღეს ჩართვაზე? ვინ ახალი? არხის მფლობელის ნათლული? ხო, ვიცი ეგ, ვიცი არის. კარგი, მომეცი ერთი სიგნალი მონიტორზე. ბათუმში ხვალსაღამოს მოსალოდნელია 10, პატარა 0 და ცერა არის. გამარჯობა. რომელი ხარ? მზად ხარ ჩართვისთვის. ხო, გამარჯობა დიახ. თქვენი სახელი ძმაო როგორ მოგმართოთ? ბაჩო, სასიამოვნოა ნოდარი. სასიამოვნოა. სინოპტიკოსი სად არის? ვინ სინოპტიკოსი? შენს გვერდზე ვინც უნდა იყოს ჩართვაზე ამინდის პროგნოზის სპეციალისტი, სად არის? ოიც ეგ უნდა ჩამდეს, ჩემთან ერთად უნდა ჩამდეს ეგ კადრში? კი. აბა რატო გავაგდე? მე ფურცელი წავართ და გავაგდე რა. ხო, რა ვიცი, ბოდიში დაუძახე ბაჩო ეხლავე. თქვენ უნდა ჩანდეთ თურმე აქ ჩემთან ერთად მობრძანდით რა. ხო. აი შენი ამის დრო იყო ეხლა ეს ჩიტები რა. რაღა ეხლა ეთერში მაგ ჩართვა. რა გავდგე? რა გავდგე? არა, ცოტა იქით და დეკით, აი. ხო, იქით. აი, არა, ოდნავ ეთერში კამერაში იყურე თუ შეიძლება ჩართულები ვართ. ოდნავ წინ მიიწიეთ. აჰა. გასაგები, აი ესე ჩემთან ერთად. აი, აქ დადეკით, აი ეს თქვენი ფურცელი და ბაჩო, ზადვარდ ბაჩო. ახლა კი გიბრუნდებით უკვე ამინდის პროგნოზით და ჩვენ ჩაგვერთება ჩვენი კორესპონდენტი ნოდარი. მასთან ერთად გახლავთ ჰიდრომეცენტრის თანამშრომელი ბატონი დიმიტრი ტატიშვილი. მოგესალმებით ნოდარ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ნოდარ? დიახ, ბაჩო, მაგრამ უკაცრავად ნოდარ არა, ნოდარ ი. დიახ, მაგრამ წოდებით ბრუნვაში არის ნოდარ, ასე რომ გამარჯობა ნოდარ. კარგი, გამარჯობა ბაჩ. ნოდარ, იქნებ თხოვო ბატონ დიმიტრის მოგვახსენოს თუ როგორი ამინდებია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში? ვის ამას? ბატონო დიმიტრი, ბაჩმა კითხათ, კითხე ერთი მაგ სინოპტიკოს მაგასო, აბა როგორი დღეს ამინდები იქნებაო დღეებში უახლოესებშიო მოსალოდნელიო? პირველ ყოვლისა მოგესალმებით ყველას, გამარჯობა. გამარჯობაო პატიცემულო ტელემაყურებლებო. ართალია, დღეს ცხელა. სიცხე დაცხება აბა რა იქნება ამ სისქე პიჭაკი ჩაუწოს პატიცემულო. აი. თუმცა შემდეგი 2 კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს ტერიტორიაზე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ქარი იქროლებსო პატიცემულო ტელემაყურებლებო, რასიც გაჩერებული ქარი სადგი ნახავთ პატიცემულო ტელემაყურებლებო. ქარი თუ აი იქროლებს აბა რასიც რაც შეეხება ამ ქარის სიჩქარეს იქნება 10-15 მეტრი წამში. 10-15 მეტრი წამშიო პატიცემულო ტელემაყურებლებო, ამ ხელაკაცია და ჯერმე ჩამოყალიბებულა 10 იქნება მეტრი წამში. მეტეოროლოგიური თანამგზავრიდან ფიქსირდება ნალექის ველების მოძრაობა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და დინამიკა ინტენსიურად იზრდება. რაც შეეხება მოკლედ გრძელვადიან პროგნოზს, ძირითადად იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ხოლო შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ქარი იქროლებსო პატიცემულო ტელემაყურებლებო და თქვენ ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ როგორ უნდა გასინჯოთ, საიდან და რა მიმართულებით ქრის ხოლმე ეს ქარი. მე ხა თქვენ პირდაპირ ეთერში გასწავლით ამ ყველაფერს. მოკლედ, ვიღებთ თითს, აი ესე დავისველებთ და საიდანაც შესწირდება თითს მიმართულებით ქარი პატიცემულო ტელემაყურებლებო. დიდი მადლობა.
ნოდარ იქნებ თხოვო ბატონ დიმიტრის რომ გვითხრას დღევანდელი ამინდის პროგნოზი და ჩვენ დაგემშვიდობებით. დიახ ბაჭ, გასაგებია ბატონო დიმიტრი, ბაჭმა გთხოვათ რომ იქნება დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი გვითხრასო. ну, ძირითადად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოემატებს და კერძოდ ბათუმში იქნება +10 გრადუსი, ქობულეთში იქნება 11 გრადუსი, სოხუმში იქნება 13 გრადუსი. მაპატიეთ ერთი წუთი, მაპატიეთ ბატონო დიმიტრი, ახლა ამას თუ დრო მივეცი პატრიცემულო ტელემოყურებლებს, ყველა ქალაქ ჩამოყვება და ეგრე სად არის პატრიცემულო ტელემოყურებლებს, სად არის მაგდენი დრო? არადრამდენი ქალაქია საქართველოში, ბევრი, ასე რომ მე გაგაცნობთ ხოლმე დიმიტრის ამინდის პროგნოზს. მაშასე ბათუმში 10 გრადუსია მოსალოდნელი, ხონში მაშინ სამტრედიაში, ბაღდადში ვის რა შეაინტერესებს? პატრიცემულო ტელემოყურებლებო, ქუთაისში 8 გრადუსი იქნება, ზუგდიდი ფოთი. სოფელ წინა კვერკვეთში 12 გრადუსია მოსალოდნელი. დიახ ბაჭ. ნოდარ ძალიან გთხოვ, დიდი მადლობა უთხარი ჩემგან ბატონ დიმიტრის. კი ბატონო, მადლობა ბაჭ. ბატონო დიმიტრი, ბაჭმა გადმოგცათ. იქნება რამე სიმღერა შემოგთავაზოთ. თემატურიო, რამე სინოპტიკურიო. რა სიმღერა უნდა ვიღებო ახლა მე? ნოდარ ბატონო დიმიტრი, ბატონი დიმიტრი გეკითხებათ სიამოვნებით, მაგრამ რომელიო დამიყვანეთ? ჯერ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. ნოდარ გასაგებია ბაჭ, ბატონო დიმიტრი, ბაჭმა გვითხრა ჟუჟუნა წვიმაო. ნოდარ მაპატიეთ ბატონო დიმიტრი, დიახ ბაჭ. რეკლამა ძირფასო ტელემაყურებლებო. ძალიან კარგი გასაგებია ბაჭ. აღარა ვართ ნოდარ პირდაპირ ეთერში. რა საკეთებ? გასაგებია ბაჭ. ბატონო ბაჭმა გვითხრა ჟუჟუნა წვიმა იყოსო. და თქვენ მან დაიწყეთ მე აქედან აკვების სტუდიიდანო. მაშინ თქვენ დაიწყეთ და მე აკვებით. სიამოვნებით, ჟუჟუნა. წვიმა მოვიდა დიდი მინდორი დანამა დიდი მინდორი დანამა იჩენზე ჩუდი რამე თავს გული გა